საღამოშვიდობის მოგესალმებით ყველას, მოგესალმებით YouTube-არზე დვალიშულთან და რასაკვირველია ჩვენ პლატფორმებზე. ვიმყოფებით სად თუ არა ვიტამინში და თქვენ უკვე შეჩვეული ხართ, რომ ჩვენ ძალიან ხშირად ვაკეთებთ ხოლმე აი ამ ლოკაციიდან, ვიტამინის თავარი ოფისიდან ვიდეოებს და მე ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო და სანახაობრივი ვიდეოები გამოდის ვიტამინ პაუერი სპორტული საკვებ-დანამატები და ვიტამინები, რომლებიც რასაკვირველია ხელს უწყობს ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატების მიღწევაში და დღევანდელ ვიდეოს რაც შეეხება, ბევრი რო არ გამიგზავნა შესავალი, ძალიან მაგარი რესპონდენტი და სტუმარი მეყოლება, პირადად ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, არა მარტო მასთან ინტერვიუს ჩაწერა, ეხო თავისთავად ცხადია, უბრალოდ შეხვედრაც კი, იმიტომ რომ იმაჩნია, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია ქართულ სპორტულ სამყაროში და მას 2025 წელი ჰქონდა ტრიუმფალური და მადლობა უნდა უთხრა აქედანვე იმისათვის რაც მან გააკეთა, იმიტომ რომ მან გადაწერა არა მხოლოდ ქართული ძიუდოს, არამედ მთლიანად ძიუდოს სპორტის ისტორია და დაწერა ახალი ფურცელი. არ უნდა იყოს რთული მისახვედრებზე საუბრობ, ეს არის ეთო ლიპარტელიანი, რომელიც დღეს ჩვენი ვიდეოს სტუმარი იქნება. ეთო, მოგესალმები და დიდი მადლობა, რომ ხარ ჩემი ვიდეოს სტუმარი. ვიცი, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკით ხარ, დაჯილდოებას და ყველგან საუკეთესო ხარ და ეს ასეც უნდა ყოფილიყო. მოდი დავიწყებ შენთან საუბარს 2025 წლის შეჯამებით. პასუხი ვიცი, მაგრამ მაინც მინდა შენგან მოვისმინო. მოგესალმებით, პირველ რიგში მივესალმებით თქვენს მაყურებელს, რაც შეეხება ჩემს წლევანდელ წელს, მქონდა ფანტასტიკური წელი. წელს, რა თქმა უნდა, კიდევ ბევრჯერ დავწერე ისტორია, როგორც პირადში, ასევე გუნდურში. გუნდურშიც აქამდე არ ყოლია შერეულ გუნდურ ჩათვლაში მსოფლიო ჩემპიონები და 2 ოქროს მედლით წამოვედი ბუდაპეშტიდან. როგორ შეიძლება ვთქვა, რომ ცუდი წელი მქონდა, მართლაც ძალიან მაგარი წელი მქონდა. მადლობა ღმერთს, რომ დამიფასდა ამდენი შრომა, მე თითქმის ყველა შეჯიბრზე აი პატარ-პატარა ნაბიჯები მაკლდებოდა და ვფიქრობ, ამდენმა წაგებამ, ანუ მარცხმა და ტკივილმა გამაძლიერა და ამ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩემს ყველა მეტოქეზე თითქმის 2 ან 3 თავით მაღლა ვიყავი და რომ არა, რა ვიცი, ვფიქრობ, რომ არა ამდენი ეს მარცხი და გულის ტკივილი, ესეთი შედეგი შეიძლება არ ყოფილიყო. კი, ხო, მაგრამ მარცხთან ერთად და გულის ტკივილთან ერთად იყო ძალიან ბევრი შრომა, ხო, იმიტომ რომ ყველამ უნდა იცოდეს რამხელა შრომას უკავშირდება წარმატება. ასე არ არის, გაიღვიძო ერთ დღეს და მე წავალ ეხლა და ჯერ გუნდურს მოვიგებ, უბრალოდ იქაც ოქროს მოვიგებ და ინდივიდუალურშიც ასე არ ხდება, ხო, რამდენი შრომა გაქვს ჩადებული. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი შრომა მაქვს ჩადებული ამ ყველაფერში 8 წლის ასაკიდან ძიუდოზე დავდივარ და თითქმის ყველა ვარჯიშზე ისე მივდიოდი და ისე ვამხნევებდი ჩემ თავს, რომ თავდაუზოგავად უნდა მეშრომა და ჩემი თავიდან მაქსიმუმი უნდა მიმიღო და რომ არა მართლაც ამდენი შრომა, თავდადება, დისციპლინა, ვფიქრობ, ეს შედეგი არ იქნებოდა. ყველაფერს ვაკეთებდი მაქსიმალურად, რომ გამხდარიყავი მსოფლიო ჩემპიონი, ოღონდ ანუ მარტო შრომა არ არის. ვფიქრობ, რომ შინაგანადაც უნდა გინდოდეს ჩემპიონობა და მზად უნდა იყო ამ ყველაფერს და ვფიქრობ, რომ იმ კონკრეტულ დღეს მე მზად ვიყავი, როდესაც გავიღვიძე და დილა დაიწყო ძალიან კარგად, ანუ ჩემ თავს უთხარის, დღეს შენი დღე არის, უნდა წამოხვიდე დარბაზიდან გამარჯვებული და ვფიქრობ, ეს ყველაფერი შევასრულე. ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ვგრძნობდი კიდეც, რომ მე დღეს ჩემპიონი უნდა გავხდარიყავი და მადლობა ღმერთს, რომ ეს შრომა დამიფასდა და ეს ჩემი შრომა, ანუ დამიფასდა, დავაფასე. კი, მე თვითონ დავაფასე. კი, ეს იმის გათვითცნობიერებაა, რომ აი ამდენი შრომა არ შეიძლება უკვალოდ გაქრეს და შესაბამისად ის შედეგი დადე, რა შედეგიც იყო ეთო, მაგრამ სანამ ფინალამდე მივხვიდოდი, შენ თქვი სხვათა შორის, რომ 2-3 თავით მაღლა ვიდექი ჩემ მეტოქეებზე და მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მეტი თავით მაღლა იდექი, გამომდინარე იმ ორთაბძოლებიდან, რაც ჩვენ ვიხილეთ და როგორ დამაჯერებლადაც შენ მოიგე. თუმცა მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს გზაც არ იყო ფინალამდე, მაინც მარტივი გასავლელი.
რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზე ვფიქრობ, რომ არავისთვის არ არის გზა მარტივი თვით აი 2 გზის და 3 გზის ოლიმპიური ჩემპიონობისთვისაც რთულია გაიარო ეს გზა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე ისე კარგად ვიყავი მომზადებული, რომ ერთი წამით არ მქონდა ჩემს გონებაში დაშვებული ის, რომ დამარცხებული უნდა გამოსულიყავი. ფინალში გადასასვლელს ვაგებდი ერთი ქულით, მაგრამ რა ვიცი, მაინც რაღაცნაირად შინაგანად მშვიდად ვიყავი, მაგ დროს შეიძლება აჩქარდი და პირიქით კიდე წააგო. ბევრჯერ მომწვია ეს მათ შორის ოლიმპიადაზეც ვაგებდი და იმით რომ მე მინდოდა მომეგო, პირიქით ისევ წამიგია და ჩემი თავი ავიყვანე ხელში ფინალში გადასასვლელში და ანუ ერთ წამით არ დამიშვია ის რომ რახან აგები იუკოს, ანუ დამარცხდები. არა, ისე მშვიდად ვიყავი ფინალში გადასასვლელში, რომ ძალიან მარტივად მოვიგე მაინც და ის ხდებაც საუკეთესოებში გაუშვა IGF-მა. აბსოლუტურად ყველაფერში საუკეთესო იყავი და განსხვავებით თქვა პირობითად აი ახლა თქვი რომ ოლიმპიადაზეც, ბევრი რა თქმა უნდა სპორტსმენის კარიერაში სულ მოგება ვერ იქნება მარცხიც არის, მაგრამ ეს მსოფლიო ჩემპიონატი არ ვიცი, შეიძლება მე მგონია ასე თუ კი აქამდე რაღაცა გაკლდებოდა, ხო, ამ მსოფლიო ჩემპიონატზე იყავი აბსოლუტურად სრულყოფილი ფიზიკურად და რაც თავარია ფსიქოლოგიურად ძალიან მდგრადი. რა თქმა უნდა, ყველანაირ ასპექტში ძალიან კარგად ვიყავი, ფსიქოლოგიურადაც მინდა აღვნიშნო, ძალიან მაგრა ვიყავი, ყავდა ძალიან კარგი ფსიქოლოგი, ყველგან მიძახი მაგას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სპორტსმენებს სჭირდებათ ყავდეთ ფსიქოლოგი. მე ანუ არ შემიძლია დავივიწყო ის, რომ ოლიმპიადაზე განცდილი მარცხი და ვფიქრობ, რომ ეს მარცხი განაწინ, პირიქით უკან მხევდა და ფსიქოლოგი დამემხმარა ამ ყველაფერში, რომ ეს მარცხი მოტივაციად გადამექცია და მოვახერხე. ცოტა გულში კიდე მაქვს ის წყენა ოლიმპიადაზე განცდილი მარცხი და ვფიქრობ, ვერ დავივიწყებ და არც უნდა დავივიწყო, რადგან მომავალ ოლიმპიადაზე რომ წარსდგები, მახსოვდეს რა ტკივილი იყო და ანუ ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ შანსი არ დაუტოვო ჩემს მეტოქეს. ო, აი წინა ოლიმპიადა სულ უნდა გახსოვდეს და მე მგონი ეგ უნდა იყოს საფუძველი სიბრაზის, ეთო ლოს-ანჯელესში რომ შენ აი სიბრაზე სულ გახსოვდეს და შესაბამისად ლოს-ანჯელესიდან წამოიღო ის რა წამოსაღები გაქვს და რასაც ყველა ელოდება საქართველოში და ამის საფუძველი არსებობს. რაც თავარია რომ ეთო ლიპარტელიანი უნდა გახდეს ოლიმპიური ჩემპიონი. ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის, ვფიქრობ, ნაბიჯ ძალიან ახლოს მივდივარ ამ ყველაფერსთან. რამდენიმე წლის წინ ვერავინ ვერ იფიქრებდა, რომ გვეყოლებოდა მსოფლიო ჩემპიონი ქალი, მაგრამ დაუმტკიცე ყველას, რომ შეუძლებელი არაფერია და ეხლაც შევეცდები, რომ ნაბიჯ მივიდე ამ მეძლამდე. რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებ, ჩემი კუთვნილი ჩემთან უნდა წამოვიდეს. აუცილებლად, შენი კუთვნილი და ქვეყნის კუთვნილია. კი. მთელი ქვეყანა მოუთმენლად ელის ამ ოლიმპიურ თამაშებს, ჩვენ მოგვიწევს კიდევ ოლიმპიადამდე ბევრი დროა, მაგრამ ბევრი დრო არის იმისთვის, რომ გაკეთდეს ინტერვიუები რაღაც, მაგრამ მოსამზადებლად ჩავთვალოთ, რომ ცოტა დროა და მაქსიმალურად სულ მობილიზებული იყო და შენ პროფესიონალიზმში არასდროს არავის ეჭვი არ შეუტანია და ვერც შეიტანს. ეთო მინდა გაგახსენებინო ფინალი, როცა მსოფლიო ჩემპიონი გახდი და რატომ მინდა ამას ხაზი გავუსვა. უბრალოდ მაინტერესებს შენი შეგრძნება გამომდინარე იქიდან, რომ იქ არ იდო სასწორზე მარტო ოქროს მედალი, იქ იდო სასწორზე მე ვფიქრობ, რომ გაცილებით უფრო მეტი რასაც ქვია ძიუდოს ისტორიაში ახალი ფურცლის დაწერა. თვლი თუ არა შენ ასე? არ შემიძლია დავივიწყო როგორი გზნობა იყო, თითქმის ანუ როდესაც ჩემი ვიდეოები შემხვდება, ყოველთვის მახსენება როგორი გზნობა იყო მსოფლიო ჩემპიონობა. როდესაც ფინალში გავედი, ანუ უმეტესობას ეგონა, რომ ეს ფინალი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის. ანუ რომ დაჯერდებოდი ხო, ვერცხლის. დავჯერდებოდი მეორე ადგილს ხო ვერცხლის მედალს და რომ ჩემთვის საკმარისი იქნებოდა, ანუ ბევრს ისიც ეგონა რომ მესამე ადგილი საკმარისი იქნებოდა ჩემთვის, მაგრამ ჩემ თავში ანუ ისე ვემზადებოდი და ისე ვიყავი, რომ ანუ ერთი წამითაც არ დამიშვია, ანუ მესამე ადგილი ცუდი არ არის და არც მეორე ადგილი არ არის ცუდი, მაგრამ ანუ ისე ვემზადებოდი და ჩემ თავს ისე ვამზადებდი, რომ მინდოდა მხოლოდ ჩემპიონი გამხდარიყავი. როდესაც ფინალში გავედი, აი წამითაც არ მიფიქრე ის რა, მოდი რა, ეთო ფინალი ხო გაგდანები. არა, პირიქით, აი
მინდოდა რომ ჩემპიონი გამხდარიყავი და აი ისეთი ქვეყნები ასპარეზობდნენ უკვე მესამე ადგილისთვის ფინალში, რომ წარმომედგინა ჩემი დროშა როგორი მაღლა იქნებოდა ამ ქვეყნებში. ანუ წარმოვიდგენდი და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდ мотиваციას მაძლევდა ეს ყველაფერი და არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ დავნებებულიყავი და მსოფლიო ჩემპიონატიდან მეორე ადგილით წამოსულიყავი. მოვახერხე ეს ყველაფერი და ჩემი გამარჯვების შემდეგ ვფიქრობ, რომ მთელი საქართველო გაერთიანდა და ანუ მოვახერხე ჩემი გულშემატკივრები, ჩემი ოჯახი, ჩემი ქვეყნის გახარება და ძალიან გახარებული ვარ ამ ყველაფრის. კი, ისევე როგორც ჩვენ და თითოეული ქართველი, როდესაც შენ ამ ხელა წარმატებას მიაღწია, მაგრამ ერთი რამ მენიშნა შენ საუბარში და ეთოლი პარტელიანი ზოგადად მე არ მიმაჩნია ისეთ ადამიანად, ვინც თქვი უბრალოდ რაღაცას იტყვის. რატო ფიქრობდა ბევრი იმას, რომ ეთოლი პარტელიანი დაკმაყოფილდებოდა ან მესამე ადგილით, მე პირველად მესმის სხვათა შორის ეს ამბავი, რასაც შენ ხაზი გაუსვი, მაგრამ შენ ამას უსაფუძვლოდ არ იტყოდი და რა საფუძველი აქვს ამას? ეხლა კონკრეტულ ადამიანებს ვერ დავასახელო, მაგრამ არის საფუძველი, მათ შორის ისიც არის, რომ ბევრმა თქვა, რომ გამიმართლა მსოფლიო ჩემპიონობა და წინაბრო ორთაბრძოლები არ ქონდა, როგორც ჩანს არა და მე ანუ ბევრმა ისო თქვა, რომ აი ჩემი გაუმართლა გუნდურით დაუმტკიცე, რომ არ გამიმართლა გუნდურში მოუგე მოქმედ მსოფლიო ჩემპიონს, კორეელს და ისევ ფინალის ტაბაუკის. ფიქრობ, რომ ანუ ჯერ ისედაც მსოფლიო ჩემპიონატზე არ მგონია, რომ ვინმეს გაუმართლოს, თუ მზად არ ხარ. არ მგონია, რომ გაგიმართლოს, მით უმეტეს ისეთი შეხვედრები გავიარე, რომ არა კარგად მზად ყოფნა, ფორმაში ყოფნა და ეს ჩემი დისციპლინა რა ვიცი, ფიქრობ, რომ ხო, ცოტა მეწყინა ეხა, როგორც შენ გულშემატკივარი და ამას არც ვმალავ და არც დავმალავ, რომ ვარ ეთერლი პარტელიანის გულშემატკივარი, ისევე როგორც ძალიან ბევრი ქართველი არა მარტო ძიუდოისტი სპორტის სხვა სახეობაშიც და არ მესიამოვნა ეხა ეს, რასაც შენ ხაზი გაუსვი, მაგრამ ერთი მინდა გითხრა, პრინციპში შენ არ გესწავლება, მე ყოველ შემთხვევაში ასე ვარ, ვისაც ჩემი კარგი არ უხარია, მე ვამბობ ხოლმე, რომ ღმერთმა მიმრავლოს, იმიტომ რომ მათი ყოფნა მაძლიერებს თქო. და მიხარია ეს ნიშნავს, რომ მაგარი ვარ, ანუ ისევე როგორც შენ ძალიან მაგარი რო ხარ. მე ვფიქრობ, რომ ეს ასეა და ამან უნდა გაგაძლიეროს. რა თქმა უნდა, პირიქით ამ ყველაფერმა არ უნდა გაგვაბრაზოს, რადგან ჩვენ პატარაობიდან გვყავდა ისეთი ხალხი, ვინც სულ გვაკრიტიკებდა, ანუ როდესაც ქალთა და მამაკაცთა გუნდური, შერეული გუნდური შემოიღეს, ძალიან ბევრი გვაკრიტიკებდა იმას, რომ აიმე ეს რა მოხდა, რა გვეშველება, ვერასდროს ვერ მოვიგებთ, ნუ ჩვენ მაგდროს პატარები ვიყავით, მაგრამ ჯოხი მაინც ჩვენზე წყდებოდა, ესე რომ ვთქვათ. და ცოტა გულდასაწყვეტი იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩვენ ბრძოლას არ წყვეტდით, შრომობდით დავდაუზოგავა და დღეს ყველაფერი გავაკეთეთ იმის, რომ ჩვენ ბიჭებს დავხმარებოდით, გვერდში დავდგომოდით და გამხდარიყავით მსოფლიო ჩემპიონები. რა თქმა უნდა, მართლა ვერავინ ვერ იფიქრებდა 2017 წელს, 2018 წელს, რომ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონი გუნდი გავხდებოდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ევროპის ჩემპიონატზე ჩვენ მოვაგებინეთ ბიჭებს, როდესაც სოფიო სომხიაშვილი ამოვიდა და გადამწყვეტი შეხვედრა მოიგო. თან ეს იყო ის ჩემპიონატი, როცა სოფომ წააგო თავისი პირველი ორთაბრძოლა. წააგო და როდესაც უკვე მიხვდა, რომ ყველაფერი მაგაზე იყო დამოკიდებული და ჩვენი ქვეყნის წარმატებაც მაგაზე იყო დამოკიდებული, სოფო აი რამდენიმე წამში აი სხვანაირი ჩვენ ეხლა თქვენ შეიძლება ცოტა შორიდან სხვანაირი ჩანს, მაგრამ აი რამდენიმე წამში სხვანაირი აღმოჩნდა და ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი შეგვიძლია გოგოებს, ქალებს. ძალიან ბევრი. გასაკვირველია, მაგაში ეჭვი არც არავის არ ეპარება. ეთო დათვლილი გაქვს ჯამში რამდენი ოქროს медаლი გაქვს? არ მახსოვს. არა. აი სპორტს რო დავანები მერე დავთვლი. მაგრამ მაგ კოლექციას რო ერთი აკლია, ჯერ ერთი აკლია, ეს ყველამ ვიცი და ამას ჩვენ ლოს-ანჯელესიდან მე ღრმად წამს რომ წამოვიღებთ. რა შეიცვალა მსოფლიო ჩემპიონობის შემდეგ ეთერლი პარტელიანში და მე პირდაპირ გეტყვი რომ მინდა მოვისმინო ის რომ ეს მსოფლიო ჩემპიონობა არ ნიშნავს იმას რომ შენ
თუნდაც ოდნავ მოდუნდე სავარჯიშო და საცნო პროცესში. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, გავხდი უფრო თავდაჯერებული, ვფიქრობ, რომ უფრო ჩამოვყალიბდი და ჩამოყალიბებული გავხდი, რადგან ამ სოფლიო ჩემპიონობამ ძალიან დიდი და ბევრი რამ მომცა. და მინდა აღვნიშნო ეს ყველაფერი იმ ფაქტით, რომ ეხლა იაპონიაში ვიმყოფებოდით, გავიარეთ ძალიან კარგი შეკრება და იაპონელები თუ აქამდე ჩვენზე, რა ვიცი, რამდენიმე თავით მაღლა იყვნენ, ეხლა პირიქით ყოველ იმაზე ვხვდებოდი, რომ ჩემი შესწავლა უნდათ მწვრთნელებს, რამე ისეთ ილეთს რო გავაკეთებდი, ყველა ძალიან მაკვირდებოდა და ყველა ცდილობდა, რომ ჩემი ილეთები შეესწავლათ. და ანუ ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი რამ მომცა ამ სოფლიო ჩემპიონობამ და რა თქმა უნდა, ეს დასასრული არ არის. ოლიმპიადამდე კიდე 3 სოფლიო ჩემპიონატი არის, 3 ევროპის ჩემპიონატი არის და წინ კიდე ბევრი შედეგი გვაქვს გასაკეთებელი და ბევრი საქართველოს ჰიმნი ასაჟღერებელი. ძალიან მაგარი სიტყვებია და ერთ-ერთი ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ხარ შენ ამ შემთხვევაში, შენს და ბუნებრივია ეს ალბათ თქვენთვის განსაკუთრებული ემოციის მატარებელი იქნება და თუ კი ევროპის ჩემპიონატი ისედაც თავისთავად ცხადია რომ საპასუხისმგებლოა, მით უმეტეს როცა იცი რომ შენი დროშის ქვეშ დგეხარ ნაკრების შემადგენლობაში, მაგრამ სახში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატი კიდევ უფრო მეტად საპასუხისმგებლო იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი წელი იქნება ჩემთვის. რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო იქნება, მაგრამ არა ისე რომ დაგვაკომპლექსოს. საქართველოში ორჯერ მოვიგე გრანდსლემი და ანუ არ მქონია ის ფიქრი, რომ ახლა საქართველოში ტარდება დაკომპლექსებული ვიქნები. არა, პირიქით, როდესაც ამდენი გულშემატკივარი გვყავს და გვამხნევებს, სულ სხვანაირად ვასპარეზობ. მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ წელს თბილისის გრანდსლემზე 3 ქულით ვაგებდი. 3 ქულით ეს არ არის ცოტა 2 ვაზარი 2 უკან 12 ქულით ვაგებდი რა და რა მე ვფიქრობ რომ რადგან საქართველოში ვიყავი და ესეთი გულშემატკივარი ყავდა და ძალიან დიდი мотиваცია მომეცა რომ არ მინდოდა ჩემი გულშემატკივარი გამეწბილებინა და ანუ რაღაცნაირად წუთი და რაღაცა იყო დარჩენილი და ისე მოხდა რომ ანუ 4 გდება დავაგდი და ვფიქრობ რომ ეს ევროპის ჩემპიონატიც თან პირველად ტარდება საქართველოში და რაღაც ჯადოსნური იქნება. თან ევროპის ჩემპიონობა ვერ მოვიპოვე წელს, მეორე ადგილი მოვიპოვე და შევეცდები, რომ ისტორიული მედალი საქართველოში მოვიპოვო. მოკლედ სულ ისტორიის წერაში ხარ. მადლობა ღმერთს, მე მხვდა, ანუ მხვდა წილად ეს ყველაფერი, რომ დავწერო საქართველოს ძიუდოს ისტორია და ანუ ძალიან კარგი არის ის ფაქტი, რომ ბიჭებში აკეთებენ შედეგებს, მაგრამ ყავს ოლიმპიური ჩემპიონი, სოფლიო ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და მე ჩემთვის დიდი პატივია ის, რომ პირველი ეწერება ჩემი სახელი, აი პირველი სოფლიო ჩემპიონი და შემდეგ ღმერთმა ქნას იყო სოფლიო ჩემპიონიც, ევროპის ჩემპიონიც, მაგრამ ვფიქრობ პირველი სულ სხვა არის. ამიტომაც იყო ისტორიული და ამიტომაც აქვს ეს შეფასება ზუსტად ამას. ეთო, გულშემატკივარი გიფასებს იმას, რასაც აკეთებ, გულშემატკივარს უყვარხარ და ზოგადად ეს ასეც უნდა იყოს, იმიტომ რომ მე კიდე უფრო მეტი მინდა, უფრო მეტად მინდა, რომ გულშემატკივრების და სპორტსმენების ურთიერთობა გაცილებით უფრო სხვა მასშტაბის სიყვარულში იყოს აყვანილი, მაგრამ ალბათ ეს დროც მოვა ადრე თუ გვიან დაფასება შენი შრომის, აგერ ჩამთავრდა 2025 წელი, ყველა ვერსიით საუკეთესო ხარ და სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყოს, არ შეიძლებოდა რომ ყოფილიყო და ვფიქრობ ესეც გარკვეულწილად შენთვის ძალიან დიდი мотиваცია და სტიმულია. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი мотиваცია არის ის ფაქტი, რომ ოლიმპიურ კომიტეტმა რამდენიმე დღის წინ დაამასახელა საუკეთესო სპორტსმენად, გუშინ კიდევ სამინისტრომ დამასახელა საუკეთესო ქალ სპორტსმენად და ძალიან დიდი мотиваცია და პატივია ჩემთვის ის, რომ ვარ საქართველოს საუკეთესო ქალი სპორტსმენი და ამავდროულად მაძლევს დიდი მეც მომავლისთვის, რომ ანუ ამდენი კაცი სპორტსმენი ყავს და მე რომ მოვახერხე საუკეთესოებში გასვლა
დიდი мотиваცია არის ეს ყველაფერი და არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავნებდე პირიქით. წინ და წინ უნდა წავიდე და ყოველი წელი საუკეთესო იქნება გპირდებით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ყოველ წელს გაგანებივროთ ოქროს მედლებით. ეჭვიც არ გვეპარება და ამის მოლოდინი გვაქვს და ბოლოს მინდა კითხვა სულ რამდენიმე წუთის წინ მემორანდუმი გააფორმე, შენი თანამშრომლობა დაიწყო ვიტამინ პაუერთან, სადაც ჩვენ ვიმყოფებით და ფსიქოლოგიურადაც გრადი უნდა იყო, ფიზიკურადაც რასაკვირველია ძალიან ძლიერი და ჩვენ სადაც ვიმყოფებით ეს ქართველი სპორტსმენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია გამომდინარე იქიდან რომ მათ დამატებით ხელშეწყობა აქვს სწორედ ვიტამინი G-სგან და მაინტერესებს შენი შეხედულება ამასთან დაკავშირებით და გაგანთავისო. როგორ შემიძლია რამე ცუდი თქვა. ყოველთვის ვიტამინ G-ში ვყიდულობდი ხოლმე პროდუქციას, მართლა ძალიან კარგი პროდუქცია აქვს და არის ენერგეტიკები რომლებსაც შეჯიბრზე ვსვავ ხოლმე და ეხლა კიდე გახარებული ვარ რომ კონტრაქტი რო გავაფორმე, დიდი იმედი მაქვს რომ შეჯიბრებზე და მზადების პერიოდში ისევ ამ პრეპარატების დალევას გავაგრძელებ ვიტამინების. მართლა ძალიან კარგი ვიტამინები აქვს და ანუ ყველა სპორტსმენს ეხმარება რომ კარგად ივარჯიშოს, კარგად აღედგინოს და არ წავიდნენ გადაღლაში და გამოფიტვაში. კი ბატონო და ბოლოს რას უსურვებდი? ეთოლი პარტელიანს და მთლიანად ქვეყანას 2026 წელს. ვუსურვებდი არანაკლები წელი ქონოდეს ეთოლი პარტელიას მომავალ წელს და ასევე მთელს სპორტსმენებს ვუსურვებ საუკეთესო წელი ყოფილიყოს, ოქროს მედლებით დახუნძლული წელი ყოფილიყოს. ძალიან დიდი მადლობა, მინდა შენ გისურვო უპირველეს ყოვლისა ჯანმრთელობა და დიდი წარმატება და ყველა იმ მიზნის მიღწევა, რომელიც გააქვს დასახული. დაიწყე 2025-ში, გააგრძელებ 2026-ში, მივალთ ოლიმპიურ თამაშებზე და დანარჩენზე უკვე მერე ვისაუბროთ ოქროს მედლით რო დაბრუნდები იქიდან. გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, ჯანმრთელობას 2026 წელს რასაკვირველია შენ ოჯახთან ერთად. დიდი მადლობა. მოკლედ, ეთერლი პარტელიანი მე არაერთხელ მithქვამს და აბსოლუტურად არ მეშინია ამ სიტყვის და ახლაც უნდა გავიმეორო. მე მიმაჩნია რომ ეთერლი პარტელიანი და დღეს ჩემი რესპონდენტი და ადამიანი რომელიც ჩემ კითხვებს პასუხობდა არის ცოცხალი ლეგენდა. ამის ბევრი მიზეზი არსებობს, თუმცა ერთ-ერთი უმთავრესი არის ის რომ ეთერლი პარტელიანი 25 წლის ასაკში გახდა პირველი ქართველი ქალი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში. მადლობა მას ამისთვის და მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. იხილეთ ეთოს პასუხები ჩვენ ვიდეოში, მე გემშვიდობებით. მომდევნო ვიდეომდე აქვე გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ ვიმყოფებოდით ვიტამინში, სპორტული საკვებ დანამატებით და ვიტამინები კომპანია, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს იმაში, რომ ქართველმა სპორტსმენებმა წარმატებას მიაღწიონ. კარგად გრძანდებოდეთ.